ეს 30 წლის ადამიანის ფეხია. ეს კი 30 წლის ადამიანის, რომელიც არ ვარჯიშობს, მაგრამ ახლა უფრო დაუჯერებელ რამეს გაჩვენებთ. ეს არის 70 წლის ადამიანის ფეხი, რომელიც ძალისმიერ ვარჯიშებს ასრულებს. ეს კი 70 წლის ადამიანის, რომელიც არ ვარჯიშობს. 70 წლის ადამიანს, რომელიც ვარჯიშობს, იმდენივე კუნთური მასა აქვს, რამდენიც 30 წლისას. ხოლო იმ ადამიანის ფეხში, რომელიც არ ვარჯიშობს, კუნთის ადგილას ძირითადად ცხიმია. 30 წლის ასაკის შემდეგ ჩვენ ყოველწლიურად ბუნებრივად ვიწყებთ კუნთური მასის დაკარგვას. რაც უფრო ცოტა კუნთი გაქვთ, მით უფრო რთულდება ყველაფერი. სიარული, შვილიშვილებთან თამაში, იატაკიდან წამოდგომაც კი. თუ გსურთ რომ დამოუკიდებლად შეძლოთ საწოლიდან ადგომა, ფეხსაცმლის შეკვრა და სიარული, მაშინ კუნთური მასა გჭირდებათ. და საქმე მხოლოდ თქვენს ხელს არ ეხება. ეს გავლენას ახდენს თქვენი ტვინის ჯანმრთელობაზეც. რაც უფრო მეც ვარჯიშობთ და მეტი კუნთური მასა გაქვთ, მით უფრო დაბალია დემენციისა და ალცჰაიმერის განვითარების რისკი, მეგობრებო. კუნთი ყველაზე მიახლოებული რამაა სიცოცხლის დაზღვევასთან. ჩვენ კი მას ყოველწლიურად ვკარგავთ. მოგვიანებით მის ყიდვას ვერ შეძლებთ. ამიტომ მისი შენება ახლავე უნდა დავიწყოთ. ასე რომ თუ 30-დან 40 წლამდე ასაკში ხართ და ფიქრობთ რომ ჯერ კიდევ გაქვთ დრო, ცდებით. კუნთის შენება ახლავე უნდა დაიწყოთ. თქვენი 70 წლის ვერსია სწორედ ახლა შენდება.